მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელს, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია ძალიან კარგი სახელი, კონსერვატორია. ქართულ ამბებზე მინდა კონცენტრირდე, თუმცა უცხოურიც მივიხილოთ, იმიტომ რომ ერთად არის ეს ყოველი. მე მაინც უბრუნდები ფუნდამენტურ ეგზისტენციურ საკითხს, რომელიც ჩვენს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ეხება. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც არანაირი ოპოზიცია არ არსებობს. საერთოდ. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნება არ მოსწონთ და ესეთი ადამიანები ბევრია, მაგრამ აღარ არის ოპოზიციური სპექტრი. საერთოდ გაქრა. ანუ ვინმე მე დავება ალბათ არ არის, ხო? დავაზუსტებ მე ჩემს იმაში. კი ბატონო. აღარ არსებობს, მოკლედ გინდა აგენტები უწოდოთ, გინდა მაიმუნები, გინდა ვირიშვილები, გიჟები, აი აღარ არსებობენ. შესაბამისად, ველი არის აბსოლუტურად ცარიელი. შეიძლება მე ვწდები, შეიძლება სადღაც კიდევ რაღაცას ფორთხავენ, ხო, მაგრამ არ არსებობს. ეს არის მართლაც უნიკალური შემთხვევა. მე მაინც მინდა ვილაპარაკო, ჩვენ ბევრი მიზეზი განვიხილეთ, ისინი სხვის დავალებას ასრულებენ, იდიოტები რო არიან და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინდა მაინც განვიხილო მიზეზები, როგორ მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასეთი რამ როგორ მოხდა, როდესაც ოპოზიცია გაქრა საერთოდ. ანუ რეპრესიები არ ყოფილა, პოლიტიკური დევნა არ ყოფილა და გაქრა ოპოზიცია საერთოდ. და ეს არის ძალიან არ არის კარგი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას რეალურად ბრალი არ მიუძღვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიწყო იქიდან, როდესაც მათ არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და არ შევიდნენ პარლამენტში და გაჯიქდნენ აი ამ შეცდომაში. ის იყო შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. კარგი, ვილაპარაკოთ ოპოზიციაზე, გთხოვთ. შალ, მე შენს ასე ვთქვათ თეზის დავამატებდი, რომ იყო ერთი შემთხვევა. ეს იყო 2010 წელი, 2011 წელი, რომლის მერე პოლიტიკაში მოვიდა ბეჯნევანიშვილი. ან მე ასწავლებ, რომ აი რო შეხედო, ეს გენიალური სულა, რომელიც ახლა ოპოზიციამ გააკეთა, რომელიც არ შევიდა პარლამენტში, ერთხელ უკვე ჩვენ გაკეთებული გვაქვს ქართულ პოლიტიკაში. ოღონდ მთლიანად არა, ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები დიდი ნაწილი არ შევიდა. ხო და მიქარეს კიდეს, მე აღიარეს. ხო, და რას ვამბობ, მაგის შედეგად გამოვიდა ის, რომ ქართული ოპოზიცია გაქრა და ბეჯნევანიშვილი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამდლოში რის გამო შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. ეს რომ ნახა რომ აღარავინ აღარ იყო დარჩენილი საქართველოს დასაცავად. და რომ აი საქართველოს გაჩენისთვის საჭირო იყო მისი ჩართვა პოლიტიკაში. პირადად. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, იმიტომ რომ მე ბატონი ბიჯინას საუბრებიდანაც გამომდინარეობს, რომ ის მზად იყო, რომ დავშვათ დახმარებოდა სხვა ოპოზიციებს, რო ყოფილიყო. მას მე მიხვდა, რომ პირადად უნდა ჩართულიყო სიცოცხლის რისკი უნდა. კი, იმიტომ რომ ახლა ხო გაეწია და მისი ოჯახის და აი თვითონ უნდა გაეკეთებინა ეს. კი ბატონო. ეხლაც არის, ანუ რა იცი, ჩვენთან რატომღაც გვაქვს ასეთი კულტურა, რომ საერთოდ არ უთვალისწინებთ წარსულის გამოცდილებებს რა. აქ იყო, აი მე სიმართლე გითხრა, ლოგიკური მიზეზები რითაც აიხსნებოდა, მაგათაც ეხლა რატო არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, თან ბომდე ვერ მივხვდი, იმიტომ რომ რა მიზანი, ანუ აი მოდი ერთ მიზანზე კონცენტრირდეთ. მის მათმა პატრონებმა უცხოეთში უთხრეს, რომ არ შეხვიდეთ და ჩვენ დაგეხმარებით და ჩამოვშთით ხელისუფლებას. ხო და შალვა. აი, კი, ყველაზე ნათელი ეს არის ჯერჯერობით. ხო, ალბათ ეგ არის ხა, ისევე როგორც მაგალითად ჩვენთან ასეთი აზრი აქვს, რომ თუ თავს დააჭერია ქართული ოპოზიცია, ქართული მთავრობა უცებ გახდება ტირანული. გაჩნია რაზე იჭერ კაცი. ხო და შალვა, ანუ საქმე მაგაშია. ანუ საქმე მაგაშია, რომ ანუ რაც არ უნდა ცინიკოსები იყვნენ დასავლეთში და არიან ესები მათ იმიტომ არის აი ესეთი მხარდაჭერა, იმიტომ ხარ რომ მე მაინც სიღრმეში ჩავიდეთ ბიჭებო რა, რატომ უნდა ეს, აი რატო? აი რატო გაქრა, აი მიუხედავად იმისა, რომ 800,000 ხმა აიღეს, სასწაულებრივად აი ესეთი ფანტასტიკური რამ არ მომხდარა მე. ბევრი მიზეზებია. არა მარტო საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, მე საერთოდ პოლიტიკური ისტორია სოფლიოს პოლიტიკური ისტორიაც ვიცი და ესეთი რამ ესე სწრაფად არ მომხდარა. რა ვიცი, ხო ხდები აი თვალსდახელშუა გაქრა. გასაგებია, მაგრამ ქართულ პოლიტიკას არ იყო ძალა რომ დაპირისპირებოდა უცხოურ გავლენებს. დაპირისპირებოდა შიდა შიზოფრენიას, რომელიც თვითონ შექმნეს. ანუ მე რას გულისხმობ, იცი? აი ხა რამოდენიმე მე გინდა ცოტა ღრმად წავა. მოდა ერთს კეთვე და მას ერთად დავამთავრებ. რამოდენიმეჯერ მოვისმინე, რომ თვითონ ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, რომ ჩვენ რო აქციებზე რო გამოვდივართ, ეს გიჟებიო, რაღაც გვისტვენენ და რაღაცები. ანუ ტიპებმა შექმნეს
ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხის ერთობლიობა, გამოჩენის რაღაც სულით შეპყრობილი ხალხის მქონე ერთობა, რომელიც არ ეზარებათ 200 დღეა გიჟივით ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველს, დადიან რაღაც დებილური ლოზუნგებით, ოღონდ ამას აქვს პრობლემა, რომ ეს ხალხი უკვე უკონტროლოა. ამის ვერც ხო, ანუ ასო ქართულმა ოპოზიციონერებმა მოაჩინეს, რომ იმის გამო რომ ეს ხოლმე ჩემი აზრით ეს მეორადია, მაინც თავარი მე მგონი ამაზე ვისაუბროთ, მე იდეას გეტყვით, რომ წლების განმავლობაში დასავლეთი ქმნიდა ლიბერალურ კოლოსს. და ეს აღმოჩნდა თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსი. ანუ ეს მართლაც ძალიან საინტერესოა, ამას კვლევა სჭირდება. რატომ აღმოჩნდა ეს ასე? რატომ ვერ გაუძლო გამოცდას, რეალიებით გამოცდას? ვერ გაუძლო ომით გამოცდას, სიტუაცია შეიცვალა სამყაროში. აი, ქართული ლიბერალური კლასი ჩამოიქცა თვალის დახამხამებაში. ეს იყო თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსი და იქნებ ეს ახსნათ, რომ რა შეცდომა იყო, როგორ არასწორად შექმნეს ეს გოლემი, ხვდები? აი ეს არის თავი. ერთ წინებას ვიტყვი. ხო. როგორც ნებართვით. ეკონომიკაში, ნეოკლასიკურ ეკონომიკაში არის ერთი აზრი გავრცელებული, რომ შენ თუ ადამიანს უბრალოდ აძლევ ფულს, ადამიანი შეიძლება გაირყვანოს რა. რა თქმა უნდა. ეს არის აზრი, რომელიც ლოგიკურად ასეა, ხშირად ამას გამოცდილებითაც ვიცით. ხო, საქართველოში ჩამოყალიბდა კლასი, ადამიანები, ძალიან დიდი ჯგუფი, საკმაოდ სერიოზული ჯგუფი, რომელიც მიჩვეული არიან მარტო ფულის აღებას. და ქმედებას არა. კი ბატონო, გთხოვთ. მე შენას გავაგრძელებდი, იმიტომ რომ ესე ვუყურებ. საქართველოში როგორი ოპოზიცია ქრება? ქრება კონკრეტულად ლიბერალური ოპოზიცია. კი ბატონო. ლიბერალური ოპოზიცია, რო შევხედოთ, ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ეს ხდება გლობალური მასშტაბით. ლიბერალური იდეოლოგია ან კრიზისია, ან ჩამოშლის პირას არის. ანუ ეს არ არის ის აქ ლიბერალიზმის დავაზუსტოთ რა, ეს არის ეს 80-იან წლებში ნეოლიბერალური ტრენდი რაც იყო, რაზეც მოვიდა სააკაშვილი და ასე შემდეგ. ეს ტრენდი პრინციპში, რომელიც რაღაცნაირად მე ტრანსფორმირდა და ასე შემდეგ, დღეს უკვე არის სერიოზულ კრიზისში. ეხლა ის რომ მათი ინსტიტუტები იყო გარყვნილი, NGO ინსტიტუტები, ჟურნალისტთა კლასი და ასე შემდეგ, ამას თვითონაც აღიარებენ. ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია ხა სულელები ხომ არის, რატომ დახურეს ეს USAID, რატომ დახურეს რადიო თავისუფლება. შეტევა უმაღლეს სასწავლებლებზე რატო განახორციელეს? რატო განახორციელეს? თუ ეს მოქმედი იყო, უბრალოდ გადაიბერებდნენ, ხო? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ არ იყო ეგ მოქმედი ინსტიტუტები, ეს იყო გარყვნილი ინსტიტუტები. სამწუხაროდ აი ეს ბუნების კანონია. ყველა ინსტიტუტი ირყნება დროთა განმავლობაში. ეს ხდება თუ მე რაღაც რეფორმა არ ჩაატარე და რაღაც არ გააკეთე, თავისთავად რომ მიუშვა ესე რა, ბოლოს ირყნება. არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომელიც არ გარყვნილა. ამიტომ ლიბერალისას აი როგორც ადამიანს ქონდა საკუთარი ცხოვრების რაღაცა ეტაპი, პერიოდი და ჩვენ ახლა ვაკვირდებით ლიბერალის დემენციის პერიოდს. ეხლა არის დემენციის მდგომარეობაში. ეს საქართველოში რატომ გამოიხატა ასე მძაფრად? საქართველოში გამოიხატა ესე მძაფრად, იმიტომ რომ საქართველო იყო ექსპერიმენტული ქვეყანა. საქართველოს წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო ისეთი ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ყოფილიყო საკუთარი იმიჯით, საკუთარი რაღაც PR-ით, ერთ-ერთი რაღაც ავანგარდი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ მე გადასულიყო ეს ხავერდოვანი რევოლუციები. შემთხვევითი ხომ არა, რომ ხავერდოვანი რევოლუცია ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში საქართველოსთან დაიწყო და მე გადავიდა იქ უკრაინა, მოლდოვა, აქ ფაშინიანის სომხეთშიც ხო? და იყო მცდელობები კიდე სხვაგანაც ბელარუსშიც იყო და მოსკოვის რუსეთშიც იყო ეს მცდელობები. მესმის, მაგრამ არასაკმარისია, მაინც კიდევ რაღაცა უნდა მოვძებნოთ. კრახი იმდენად დიდია, რომ მარტო ეს ახსნები არ კმაყოფილება, რაღაც სხვა რამაა. მე ჩემი აზრით, რაც არის მთავარი მიზეზი კრახის, არის ოცნების სტრატეგია, რომელიც ბოლო 3 წელიწადში შეიცვალა. მანამდე აი დავაკვირდეთ ოცნების თქვა 12, 20 წლის, ან 21 წლის პოლიტიკას, ხო? ეს იყო კი ნაცებთან ბრძოლა, მაგრამ რეალურად აი ამ სარეველას, ასაც ქვია, ხო? იყო რაღაცა ზევიდან, თქვა აი ამ ფოთლების მოგლეჯა, აი ამ დიდი სახლის რაღაცა, რაც შენ თქვი, ხო? თქვა ზედასართულებზე სროლა, მაგრამ როდესაც მათ ოცნებამ დაარტყა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქიდან იყო, ხო, ომში ჩართვის მცდელობა, საფუძვეს, ანუ იმ ფეხების გადაჭრა დაიწყო, ესენი ჩამოინგრენ. იმიტომ რომ აი დააკვირდით არ არსებობს პოლიტიკაში, რომ ამდენი
არასწორი ნაბიჯის შემდეგ შენ არ დაისაჯო, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია არ ისჯებოდა და ტივტივებდა სცენაზე და ტივტივებდა, იმიტომ რომ ის დასავლელი დაუძინებელი ჩვენი მეგობრები ამათ ატივტივებდნენ და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდა და ოცნებამ გრეაოდ გადაჭრეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ლიბერალური კლასის დეგრადაცია, აბსოლუტური დეგრადაცია აქაური ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პოლიტიკოსების, მოდი დავამატოთ კიდევ რამე. რატომ მოხდა? აი, მართლაც უცნაური რამ ხდება რა. ასე სწრაფად, ასეთი უბსკულში გადაჭეხვა, მე არც გამიგია. განსაკუთრებულად უცნაური არაფერი არ ხდება. მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში რომ ეს ოპოზიცია დიდი ხნის წინ დაექვემდებარა იმ ლიბერალურ კლასს. დაქვემდებარებული იყო სრულიად, ანუ ჩვენ ხო ამბობთ რომ აგენტები არიან და დაქვემდებარებული იყვნენ. ეხლა რა მოხდა? რა ხდება საქართველოში? ანუ საქართველოში თქვა თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებიდან ეხანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდა, მოდი ესე ვთქვათ, გაიზარდა და მეტი გაიგო ლიბერალურ კლასს შორის, მეტი გაიგო იმასთან დაკავშირებით, რა ჭირდება მის ქვეყანას. ეხლა რა ხდება? ეს ტიპები, ესე დავარქვათ, მოდი ეს ოპოზიციონერები, საზოგადოებას არ ელაპარაკებიან. ეს ხალხი დადის და მე ჩვეულებრივ მოქალაქე უყურებ, რომ ჩადიან საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში, ჩავლენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სადაც ხელი მიუწვდება, დაუჯდებიან და იქაურ ეგრეთ წოდებულ რაღაცა პარლამენტარებს, იქ მერე აგერ ევროპარლამენტში ჩადიან, ეუთოს საპარლამენტო რაღაცა კომისია იქ აქ და ამომრჩეველს ხედავენ იქ იმ ქვეყნებში. ანუ სინამდვილეში თქვათ, იქ ნებისმიერ საპარლამენტო კომისიასთან საუბარს ერთ გლეხ კაცს რო დაელაპარაკონ, რომელიმე ნებისმიერ სოფელში, ის ჯობია, ის ურჩევნია. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. მე რო ხედავ, რომ მას არ აინტერესებს, თქვათ, სანამ რაღაცა ბედიღბალთან დაკავშირებით გადავიდოდეთ, მას არ აინტერესებს ქართველი მოსახლეობის აზრი. არ მელაპარაკება, საერთოდ არ მელაპარაკება. ჩავა ნებისმიერ ქვეყანაში და იქიდან რაღაცა ნოტაციებს გვიკითხავენ, ამას ვიზავთ, იმას არჩევნებზე სხვა აღარ ლაპარაკობენ, ხო ფაქტია, კაცო. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ხელისუფლებას არჩევნებს ვერ მოუგებთ, ამიტომ იქ ვიღაცებს ეხვეწებიან, რომ როგორმე ხელისუფლება ჩამოაყირავეს, რომ ჩვენ ხელისუფლება ჩავიგდოთ ხელში. ეს ხო არის რეალური სურათი. სხვა ხო არაფერი არ არის. ანუ პირველ რიგში მე საზოგადოების წარმომადგენელი ხედავ, რომ ეს ხალხი საზოგადოებას არ ელაპარაკება, ანუ მე არაფრად არ მივაჩნივარ. ჩემი აზრი მას არ აინტერესებს. ესეც, რა თქმა უნდა, ავტომატურად დაქვემდებარებულია უცხო ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომლებსაც ეუბნებიან, რომ თქვენ მიიღეთ ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის სურათი. ეს ერთი. მეორე, ამ დროს ხელისუფლებამ ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, მათ დეგრადაციას, ხელისუფლებამ დაანახა, ხელისუფლება საზოგადოებას ელაპარაკება, აჩვენებს, რომ თქვენთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ რა მიმართულებით წავიდეთ, სუვერენიტეტთან დაკავშირებით, როგორ თქვათ, ყარად ვიყოთ, ეკონომიკა როგორ განვავითაროთ, ანუ მე ველაპარაკები ხალხს ხელისუფლება და საზოგადოების ხარდაჭერას ამ ნაწილში ვგრძნობ. რას მიპირისპირებს ამ დროს ოპოზიცია? არაფერს. იმის ნაცვლად გავანებოთ თავი ხეს არჩევნებს მილიონჯერ ვილაპარაკეთ, რომ ესენი არც ამ არჩევნებს კი არა ხელმეორედ რო არჩევნები ჩანიშნოს, ის არ უნდათ. ეს არის ჩვეულებრივი შირმა არის, ხო? ეხლა რო რაღაცა პრეტენზია და პროტესტი რომ უნდა განაცხადონ, თორე ხვალ რო დაინიშნოს, შეიძლება ის გააპროტესტონ. ეხლა რატო დაგვინიშნეთ არჩევნები? ეს არის გამორიცხული. ანუ დავდექით იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც საზოგადოების აზრი და ხელისუფლების აზრი ერთმანეთს დაემთხვა, ანუ წეგან მე რატო გავამახვილე ყურადღება, რომ ძალიან დამოკიდებულები არიან მეთქი. სულ რამდენიმე საკითხი იყო პოლიტიკურ სპექტრში, აი ამ მოცემულობაში, სადაც შეიძლებოდა მათ პოზიცია შეეცვალათ. კი ბატონო. ისი აშკარად არ დამდგარიყვნენ, იძულებულები იყვნენ, იმიტომ რომ აგენტები არიან, ხაზი გაუსვა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მაგრამ მათ რომ დაეფიქსირებინათ, მაგალითად, LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, სულ ცოტა ირიბად ის საკითხი ხო ყველამ კარგად იცის, რომ ქართველებში LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით მეტი მხარდაჭერა ექნებოდა ხელისუფლებას. წინამდგაც არ დასულათ სიმართლე. არა, როგორ არ წავიდნენ კაცო? მოგონილი თემა ძალიანაც არ გაუხურებიან. რა უნდა ექნათ? მოგონილი თემა და რაღაცებს იგონებენ და ესეც არ არის.
LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით იყო. ხო, ნუ ძალიან უსუსური პოზიცია ჰქონდათ. ომთან დაკავშირებით იყო, წინაზეც აღნიშნეთ, ხო? დაიმასორი აზრი და ის რა ქვია? ესე იგი ჩვენ ხო შემიძლია კაცო, ხო შემიძლია მარტივად სადღაც ხარდაჭერა გამოიცხადებინა ცუცუდა და ერთი ფაქტიც და მე გავაგზავნე. ეხლა ამ ბოლო დროს შემოიტანა ხელისუფლება ნარკოტიკებთან დაკავშირებით გამკაცრების საკითხი და აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო კერძო კომპანიებს რო შემოაქვთ ჩანაცვლებითი თერაპიები რო ფსიქოტროპული წამლებთან დაკავშირებით. ყველაფერზე პროტესტს აცხადებენ, ანუ საზოგადოების ალბათ 99%-მა დაინახა რომ ეს კარგია, ამას ხელისუფლება უпростоრად სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ არ შეიძლება რომ კონტროლიდან გასული იყოს, ხო? გადაიზრდება სხვა რაღაცეებში. ამასაც კი აპროტესტებენ, ანუ ყველაფერს აპროტესტებენ, რაც ხალხისთვის არის კარგი. ამიტომ დაკარგეს ხარდაჭერა ესე უცბად და დამთავრდა. ძალიან მნიშვნელოვანია მივედით ერთ დასკვნამდე. რაც ვამბობ, რომ აღარ არსებობს ოპოზიცია, ოპოზიცია აღარ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ 800.000-მდე ხმა მიიღეს. ეხლა მასობრივად ციხეში ყრიან სრულიად კანონიერად და ხმას არავინ არ იღებს და აქციების მიჩუმატდა და საერთოდ ფეხებზე კიდია მათივე ამომრჩეველს ეს ყოველივე. რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში? მე მგონი თავარი ყველა მიზეზი მისაღებია, თავარი მიზეზი არის ის რომ ომის ეგზისტენცია ვერ გადალახეს. ვერ გაიაზრეს რომ ქართველ ხალხს პირველ რიგში უნდა მშვიდობა. და პირველ რიგში ქართველი ხალხი უყურებს რა ხდება საზღვარგარეთ უახლოეს სამეზობლოში და ეშინია უბრალოდ აი ამ ომის ცეცხლის. და ესენი რას პასუხობენ რუსეთი სუსტია რომ უკრაინა იგებს ომს რატომღაც გულშემატკივრობენ ირან-ისრაელის ომში ისრაელს მე საერთოდ ნეიტრალური ვარ ამ საკითხში მაგრამ ნუ ხო ხდებია მილიტარისტული სულისკვეთება ეხძრება და როცა ამას ჩვეულებრივი ობივატელი უყურებს ეშინია უბრალოდ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ რა გაჩაღდება საქართველოში აი ომის ეგზისტენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ომმა ბევრი რამ შეცვალა ქართულ ამომრჩეველში მათ შორის და ოცნებაშიც და ვერ გასცა პასუხი ვერც ერთმა ოპოზიციონერმა ამ ომს. რატომ ვერ გასცეს პასუხი? ერთია როცა ჩვენ ვამბობთ რომ ის ხო დავალება რომ ომში უნდა ჩაეტრია და რაღა პასუხი უნდა გაეცათ, ხო? მაგრამ ერთი მაინც რატომ არ აღმოჩნდა? აი მაგალითად იაგოს გირჩი, ხო? რომელიც არ არის პირდაპირ ესე იგი ხილებულია ნაცებთან ასე ვთქვათ რაღაცა ალიანსში. იაგოც ვერ ამბობს ვერაფერს ომზე. იაგოსაც ანუ მე როცა იაგოს გულისხმობ პარტიასაც გულისხმობ შედარებით დაადეკვატურებს. ვერ მიდის ლიბერალების ტვინამდე ვერ მიდის ეს პრობლემა. ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქიაო და როგორ მივა ხა შენ რო ეუნები ომში გიწევდნენ რაღაცა. ეს არის. რატო ვერ მიდის ლიბერალებამდე რატო ვერ მიდის რომ ომი არის რეალური საფრთხე. სინამდვილეში მან შენახა ძალიან საინტერესო თემა შეეხე ეს არის პოსტსაბჭოთა ასე ვთქვათ რაღაც მითების გადალახვის თემა. ანუ მე რაც გულისხმობ, ჩვენ ხო გავიზარდეთ ხარ. რომ აი რაღაცა ჰოლივუდზე ვართ გაზრდილები, რომ ვიცით რომ აი რაღაცა არსებობს რაღაც ამერიკა, რომელიც მოვა რაღაცა თავში ხელს წამოარტყამს ყველას და აი ესე ვთქვათ, სახეს აახევს ისე რა ვთქვათ რაღაცა ხატვანთა ვთქვათ და რეალურ იმაში ხო ანუ რეალურ ცხოვრებაში ხო ხვდებით. ახლა დღეს ვნახულობდი ერთ-ერთი კაბოტო რომელიც ყველას ყავს, მაგრამ რატომღაც იქეთ ხარეს არის რაღაც წერდა რომ აი რაღაც ამბობს წერდა რომ აი რუსეთში რაღაცა მოხდა რა უკრაინა მორიგი ტერორისტული აქტი განახორციელა ტერორისტული აქტი არის რომ ტერორს დანიშნულებაც არის და ვიღაცა მოკლეს. ხო და მე ახლა ყველაც გვაქვს ტელეგრამი ახლა და ვნახულობდი ნუ ახლა ეს ორივე მხარის ამბებს და მე მივხვდი რომ ამ ამბავს ძირითადად ავრცელებდნენ მარტო უკრაინული პროპაგანდისტული არხები. ანუ ნეიტრალური არხები და სხვა უბრალოდ ეს იმდენად მოხდა ხო და გუშინ სასტიკად დაიბომბა უკრაინა და კიევი და დღესაც მოგიდგას კიევში. შავა მაგას ვამბობ რა წარმოიდგინე რომ ანუ საქართველოში ანუ ყველამ უკვე გადალახა რა ანუ ყველამ უკვე გადალახა ეს რაღაც რომ იციან რომ ომის სინამდვილეში რომ ეგეთი არ ყოფილა რა რომ აი ხა მაგალითს გეტყვი ხა რომ აი ხა ბოლო დღეებია ვკითხულობ მაგალითად ანუ ამერიკულ პრესაში თელამ გააზრებას რომ ისრაელს სერიოზული პრობლემები შექმნია ირანის დაბომბვების გამო რომ იქ თაღმა არ იმუშავა ისე ხო რომ თაღმა არ იმუშავა რა ხა რომ ჰიპერგერითი რაკეტების რა ვიცი 70-90 თავის მიზანს მიაღწია საქართველოში
აღმოაჩენ რომ პირიქით გონიათ რომ ახლა რო უთხრა რომ მაგალითად ირან ისრაელს დაპირისპირებაში ზავი ისრაელმა ითხოვა არიციან ეს ანუ მე ხო ვიცი რომ ანუ რაღაცნაირად ის აღმოჩნდა ქართული ლიბერალური ასე ვთქვათ ეს მთელი ეს სტრატა არ აღმოჩნდა რომ შეეცვალა რაღაც კი დამოკიდებულება ბატონო ლიბერალებს ეს თანდაყოლი თვისება აქვთ როდესაც მილიტარიზდებიან და ტერს კლავენ უბრალოდ ანუ დისკუსიაში კი არ შედიან და ადრე იყო ესეთი საუბარი რომ მზის სინათლე საუკეთესო დეზინფექტორიაო და მოდით ჩვენ შევიტანოთ აი ფუკუიამას იდეები რომ შევიტანოთ დემოკრატია დაახშულ ქვეყნებში და ისინი თავად გახდებიან მე დემოკრატიულები და ეხლა ძალიან შეიცვალა ტრენდი და პირდაპირ კლავენ ადამიანებს იქ ვინც ხელმძღვანელობაშია ბომბებს უშენენ და თუ არ გამოდის ეგ ანუ თუ ვერ აღწევენ მიზანს გქონიათ რომ ეგრეა ანუ ეს საკე პრობლემაა როგორც თქვი ნუ ლიბერალიზმი რაფორმების მიიღო საბოლოო ჯამში გავს რელიგიას და ლიბერალიზმის ეს ბოლო ნაკადები იყო ესქატოლოგიური ანუ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ და ნუ იდეა რომ ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე უნდა ყოფილიყო ლიბერალური დემოკრატიები ამის შედეგად პუტინის თავაზობდა ამას სხვათა შორის ნატოში შესვლასაც თავაზობდა მე ამ შემთხვევაში მითოლოგიაზე ვსაუბრობ და არა ესე მაგრამ არ მოეწონა დიდი ქვეყანა ბუნებრივია ხო და ევროკავშირი რუსეთი წარმოუდგენელი ამ შემთხვევაში აი როდესაც ესქატოლოგიური აზროვნება რა თქმა უნდა მტერი არსებობს რომელიც უნდა გაანადგურო რომელიც ხელს უშლის შემთხვევით ხომ არა რომ კარლ პოპერს უწერია ესეთი წიგნია ხო ღია საზოგადოება და მისი მტრები მისი სხვანაირად მოდი ქართულად რო თქვათ ეს არის ლიბერალები და მისი მტრები ესე არის რა ქართულად რო თქვათ ეგრეა და მისი მტრები იყვნენ ყველა ვინც არ იყო ლიბერალი ვინც არ იყო ლიბერალი რა გამოდის საქართველოს მაგალითზე რა გამოდის ლიბერალების მტრები იყვნენ ტრადიციული ქართული ინტელიგენცია ეკლესია ჩვეულებრივი ქართული ადამიანი რომელიცაც რაღაც საკუთარი ეკონომიკური ინტერესი აქვს თუნდაც რუსეთთან ურთიერთობა უნდა რუსული ბაზარი ჭირდება და ასე შემდეგ ყველა ნებისმიერი არაექსტრემისტი მოდი ესე ნებისმიერი არა ლიბერალი ხო არაექსტრემისტიც არა ლიბერალი არაექსტრემისტი ლიბერალი იმიტომ რომ ლიბერალები ყველანი ექსტრემისტებად გადაკეთდნენ და შესაბამისად ვერ უპასუხა გამოწვევას ესე იგი ამ ლიბერალურმა ბალბაკ ძალიან საინტერესო საუბარია მეგობრებო მაგრამ რეკლამაც არის და უნდა ვნახოთ ეს რეკლამა